რა გვეშველება და საით მივექანებით ეგ კიდევ საკითხავია. ხორცი თუ ვიყიდეთ, მე სხვა რაღაცას ვეღარ ყიდულობ. 1 კილოს ხო არ იყიდი, ოჯახი ვართ. უნდა იყიდო 3-4 კილო რო სადილი გააკეთო. თუნდაც ყველი. ჯერ ისიც არ ვიცით ნატურალური არის თუ არა, რძისგან არის თუ არა. და ვყიდულო ამხელა ფასებს ვაძლევთ. მარინა ჭინჭარაული დაწყებითი კლასების მასწავლებლად 20 წელი მუშაობდა. დღეს მისი პირადი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, 370 ლარი. მაშინ რაზეც ყოფნიდა და რა პროდუქტიც მოგქონდა და მე და ჩემი ქმარი დავიტვირთებოდით და მოვდიოდით. ეხლა ისე ვეღარ ვართ უკვე. იმიტომ რომ უნდა იყიდო ეკონომიურად, რომ გაგწვდეს პენსიიდან პენსიამდე. უმუშევარია მისი მეუღლეც. ცოლ-ქმარს ფინანსურად შვილი ეხმარება. რატო უნდა განსხვავდებოდეს დაუშვათ საზღვარგარეთელი პენსიონერი, ევროპელი პენსიონერი და ქართველი? თუ კი მას აქვს ყველაფრის ყიდვის საშუალება და ყველაფერი ხელისწიფება, ჩვენ რატო ვართ ესე ჩამორჩენილები? კიდე ამბობენ არ გვინდა ევროპაო. როგორ არ გვინდა? გვინდა. ფასებს შორის ხოვებას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. 101 დღის წინ ქართულმა ოცნებამ მაღალ ფასებთან ბრძოლის კამპანია წამოიწყო. შეიქმნა სპეციალური კომისიაც. საქმეში ჩაერთო სუსი. თავდაპირველად სამიზნე ქსელური სუპერმარკეტები იყო. ანუ ბიზნესი, რომლის მფლობელთა ნაწილი ქართული ოცნების შემომწირველია. ქართულმა ოცნებამ პირობაც დადო, რომ პროდუქტი მთელ საქართველოში გაიაფდებოდა. თუმცა საქსტატის მონაცემების საპირისპიროს მოწმობს. 2026 წლის მარტის ანგარიშით გაძვირებულია საკვები პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები და საწვავი. ახლა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარში ვართ. დედაქალაქის მოსახლეობა აქ სხვადასხვა უბნიდან მოდის, რადგან ითვლება, რომ პროდუქცია შედარებით იაფია. ისეთი სიძვირია, რომ აი ხალხი მოდის და ვერ ყიდულობს მიდის. არ არის ვაჭრობა? არა, ვაჭრობა, აი ძალიან ბაზარი. ძალიან გაგვიჭირა. წლებია მუშაობ, გადასახადი ჭამას, ისა და არაფერი არ არის. ვარსებობთ, კი არ ვართ, ვარსებობ. როგორ დავიხოცე? 101 დღე გავიდა, რაც ირაკლი კობახიძემ დადო პირობა, რომ ფასები დაიკლებდა და არის რამე ცვლილება. არაფერი არ არის, კატასტროფული ფასებია იგივე. პენსია გააქვთ? მე კი 370 ლარი. ყოფნით რამეში? არაფერში. არაფერში. რა ღირს 1 კილო პამიდორი? 13 ლარი. დღეს 1 კილო პომიდორი 13 ლარი ღირს, 1 ცალიკი 3 ლარი და 70 თეთრი. ვინც ყიდის, ის თავადვე ამბობს, რომ საკვები პროდუქტი ძვირდება. მასთან ერთად ძვირდება გადასახადიც. აბა ვის არის? რამდენი ხანია ხორცი არ? ხალხს ხორცი რამდენი ხანია? ეხლა აღდგომა არც ხორცი, არც კატამი არავის ყიდის ის არ აქვს. მარტო იმ ფეხებს რაღაც საშინებს აღებს აწლებენ ამ ფეხებს იმის რიგზე დგანან და იმას ყიდულობენ. ახალგაზრდა ქალი გვიყვება, რომ ემიგრაციიდან ახლახანს დაბრუნდა, მაგრამ საქართველოში გაუსაძლისი პირობები დახვდა. საშინელი სიტუაცია დამხვდა. აი ძალიან გაოგნებული ვარ, მოკლედ გაოგნებული ვარ. და წასული კიდე არ მინდა, მე ჩემ ხალხში მინდა ცხოვრება, ჩემ ხალხთან მინდა ცხოვრება, ჩემ ახლობლებთან, ჩემ მოხუც დედასთან მინდა ცხოვრება, მაგრამ ცხოვრება მინდა და არა ისე არსებობა. რა ვიცი, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ცოდვა. თელი დღე ქუჩაში დგანა, ესეც მეწოდებიან, ამათი რა ბრალია, რომ ესეთი მაღალი ფასებია ხო? ვაჭრობა დილით ადრე იწყება. ზოგიერთი მათგანისთვის სამუშაო დრო 12 საათსაც კი აჭარბებს. ვინც თბილისიდან შორს ცხოვრობს, სახლამდე გრძელი გზის გავლა უწევს. მეორე დილას კი ისევ აქ ბრუნდება, მაღალი ფასებით, დაბალი პენსიებით და ცრუ დაპირებებით სავსე რეალობაში.
ერთი თვის ოპერაცია მოგაკეთებული და შეერდები ხო. წამალს რო ვიყიდულობ, ყოველი კვირის წამალს ვიყიდულობ. მეც ვერ ვიყიდულობ. ყოველი მისვლაზე მომატებულია ფასები. ვითომ გაიარდებული, მაგრამ ამ დროს მომატებული. თქვენ პენსიონერი ბრძანდებით? არ გეტყობათ. აქ რამდენი საათი გიწევთ მუშაობა? სანამ ამას ვერ მოვიდა. გვიანობამდე გიწევთ დარჩი? 8 საათი. აბა ლიმონი გავიყოლოთ, ლიმონი, კაი ლიმონია. აბა და ფასიანია, კეთილი ყველაფერს უნან, ვითომ იკლებს და იკლებს კი არა უმატებს. ყავთ მყიდველები? აჰა ვეხვეწები რომ აი თუ მოიყიდის თუ არა და არა. ქართული ლიმონია? ქართულია. კი, გემრიელია. გემრიელია, აბა მიირთვით ნახე. დიახ, აუცილებლად. აბა მიირთვით ნახეთ. პროდუქტის სიძვირეს ემატება საწვავის მაღალი ფასი და ახლად გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადი. 5 თეთრით გაძვირება საერთო ჯამში 30%-ს აჭარბებს. სპეციალისტების განმარტებით ეს ფაქტი პეპლის ეფექტით აისახება პროდუქტებზეც, განსაკუთრებით თონეებზე, საცხობებზე და საყასბოებზე. ყველა იმ დახლზე, სადაც პროდუქტებისთვის მაცივარს იყენებენ. ელექტროენერგია იზრდება და ეს საყასბოებზე და თონეებზე აისახება პირდაპირ ამბობენ ეკონომისტები. ჩემზე კი არა, ამაცედაც აისახება, ჩემო კარგო, ჩემზე კი არ აისახება, ყველაზე აისახება. თქვენზეც მათ შორის. ბენზინიც გაძვირებულია. ეს აისახება თქვენ საქმიანობაზე? კი, რეალურად აი ჩვენი საქმიანობა დამოკიდებულია მეტწილად მაგაზე. ანუ ადგილობრივ პროდუქტს ჩამოტანა გვიხდება დაუშვათ დასავლეთიდან, ან კახეთიდან, ზაფხულში და რაც პირდაპირ დამოკიდებულია საწვავის ფასთან. რაც უფრო მეტი ხარჯი გვექნება, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს პროცენტის მომატება და აქ ჩამოტანილი პროდუქტი უფრო ძვირი იქნება, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის. საინფორმაციო კარდი ეხება მაღალ ფასებს. ანუ ტყუილების 100 დღე. ირაკლი კობახიძემ ჩამოიკიდოს ეს კარდი, კი, განცხადებასაც დაგიწერთ, ჩამოიკიდოს კაბინეტში და უყუროს საკუთარ ტყუილებს. შეუსრულებელი დაპირების შესახსენებლად კორუფციის მკვლევარი და პოლიტიკოსი ლაშა ფარულავა 3 აპრილს მთავრობის კანცელარიაში მივიდა. პირადად ბიძინა ივანიშვილია გაზრდილი გადასახადების, გაზრდილი ფასების და გაძვირებული ცხოვრების უკან. და მათ შორის ბოსტნეულის მონოპოლისტი კომპანია პლანტა არის მძარცველი კომპანია, რომელიც ძარცვავს ჩვენს თანამოქალაქეებს და კი, ეს არის სწორედ ივანიშვილის საფარი, ივანიშვილის კომპანიები, რომლებიც არიან მთავარი მძარცველები, მათ აწყობთ გაზრდილი გადასახადები, მათ აწყობთ გაზრდილი ფასები, მათ აწყობთ გაძვირებული ცხოვრება, იმიტომ რომ მათი ყულაბა იუსება. მონოპოლისტი კომპანია პლანტა, რომელსაც ლაშა ფარულავა ახსენებს, GCF ლუქსემბურგს ეკუთვნის. ეს არის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახია. მაღალი ფასების წინააღმდეგ წამოწყებული პოპულისტური ბრძოლის პროცესში პლანტას პროდუქცია ამ დრომდე არ გაიაფებულა. ელექტროენერგიის გაძვირებასაც კორუფციის მკვლევარები ივანიშვილის ბიზნესს უკავშირებენ. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, გაზარდოს როგორმე ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე, გაზარდოს მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასი და არ დაგვაუწყდეს, რომ როდესაც პური ჩვენი არსობის იზრდება, მისი ფასი იზრდება, მის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. მათ აწყობთ ეს და დენის ტარიფის 33%-იანი ზრდა არის კონკრეტული მაგალითი. მან გამოიმუშავა მილიარდობით ბიტკოინი ქართველი ხალხის ხარჯზე, სახელმწიფოს ხარჯზე, პრეფერენციებით და ახლა მის ფასს რეალურად იხდის ქართული ხალხი. ძიმე სოციალური პირობები სახალხო დამცველის ახალ სტატისტიკაშიც აისახება. ეს 6-ნიშნა რიცხვი იმაზე მძიმე ამბავს ყვება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დღეს საქართველოში 380,000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს. პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ანა დოლიძე ამ საკითხზე წლებია მუშაობს. ეს არის რეალობა. ანუ რეალურად ბავშვები არიან შეგუებული შიმშილის შეგრძნებას. ეს არის კატასტროფა.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალ თაობას, რომელიც ისედაც შემცირებულია, ხო, ბავშვები აღარ იბადებიან საქართველოში და ვინც არის, იმას სერიოზული პრობლემები იქნება განვითარების თვალსაზრისით, ფიზიკური, ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე საქართველოს ყველა ქალაქის, თითქმის ყველა ქუჩაზე თვალნათელია, ქართული ოცნებისთვის სოციალური პრობლემები მაინც უხილავად რჩება. გარკვეულ ფასებთან მიმართებით შეინიშნება კლების ტენდენცია, ასეთიც მსმენია, რა პირადად მე იქ არ მივსულა რამე ამიტომ ასე გაბეჭდებით ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ჩემი კოლეგებისგან და სხვა ადამიანებისგან მსმენია, რომ იმასაც ციხდიდნენ, ბევრად ნაკლები დაუჯდათ იგივე პროდუქტების ყიდვა. თქვენთან ერთად ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაკურის საშუალებლად სამშობლოდან გადახვეწილ. აღორძინების დაპირებით ხელისუფლებაში მოსული მილიარდერის პარტია არნახული სისწრაფით მდიდრდება. სწორედ ქართული ოცნების ავტორობით დაიწერა კანონი ეგრეთ წოდებული ოფშორების შესახებ, რის თანახმადაც ოფშორში რეგისტრირებული თანხის ან ქონების საქართველოში შემოტანა მის მდიდარ მფლობელს გადასახადებისგან ათავისუფლებს. ოფშორების კანონმდებლობა აქ არის ძალიან სერიოზულად მოსაჭერი. ეს არის საშუალება, რომ ჩვენი ჯიბიდან ფული წავიდეს ვიღაცის ჯიბეში, რომელიც გადასახადს არსად არ იხდის. ქართონიერი რატომ უნდა იყოს ესეთი განწირული? რატომ უნდა იყოს? რატომ არ უნდა იყოს ისეთი ცხოვრება, რომ ადამიანმა თავისი პენსიით, თავისი ხელფასით შემოვიდეს და რაღაცა ნორმალური კვება ქონდეს? ყველაფერს აძვირებენ, საჭმელს აძვირებენ. ცოდო არა ვართ მოხუცები, ცოდო ვართ კაცო. იმის მაგივრად რომ გვერდში დაგვიდგეს ხელისუფლება და პირდებით რომ თქვენთან ერთად ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაკურის საშუალებლად სამშობლოდან გადახვეწილ.